მოგესალმებით კოლეგებო, გთხოვთ კენჭი უყაროთ წარმოდგენილ დღის წესრიგს. დღეს მხოლოდ ერთი საკითხი გვაქვს დღის წესრიგში. საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი ტურიზმის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. მოხსენებელი საქართველოს პარლამენტის წევრი ბატონი ანტონ ობოლაშვილი. ბატონ ანტონ, უხრობლივად გავხოთ. დიახ, მოგესალმებით, ზურგასო კოლეგებო. წარმოგიდგენთ მეორე მოსმენით საქართველოს კანონის პროექტს ტურიზმის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. დიახ, ბატონო თავმჯდომარე, დავიწყოთ მუხლი პირველი პუნქტი პირველი განხორციელდა თუ არა ცვლილებები? დიახ, დაიხვეწა ტერმინი და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ტურისტული გიდი, სათანადო პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც წინასწარ დაგეგმილი პროგრამის შესაბამისად ტურისტებს აწვდის სწორ ინფორმაციას კულტურული, ისტორიული, ბუნებრივი და სხვა მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობების შესახებ. აგრეთვე უზრუნველყოფს ტურისტებისთვის ტურთან დაკავშირებული უსაფრთხოებისა და ქვეყნის ტურისტული რესურსების დაცვის ნორმების გაცნობას. ერთგვარად ამ მუხლში ტერმინის მეტი დეფინიცია შესაბამისად პასუხობს მარიამის გუშინდელი კითხვას, სადაც გამოკვეთილი არის გიდის პასუხისმგებლობა ქვეყნის ისტორიის შესახებ. ძალიან კარგი. პუნქტი მეორე. პუნქტი მეორე პუნქტის აქვე პუნქტში დაზუსტა ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლება-მოსილება ნორმატიული აქტების გამოცემასთან დაკავშირებით. ძალიან კარგი. პუნქტი მესამე. მეორე პუნქტის B ქვეპუნქტში გასორდა მითითება ადმინისტრაციული ორგანოებთან დაკავშირებით, რომლებიც ამუშავებენ და უფლება-მოსილებების განხორციელებისას იცავენ შესაბამისი სუბიექტის პერსონალურ მონაცემებს და რედაქციული გასწორებებიც. პუნქტი მეოთხე განხორციელდა თუ არა ცვლილება? პუნქტი მეოთხე პუნქტი, რომელიც ითვალისწინებს კანონის 34 მუხლის მე-6 პუნქტში ცვლილებას დაკორექტირდა, რადგან იმეორებდა წინა პუნქტის შინაარსს. ხოლო მე-8 პუნქტში დაზუსტა იმ სუბიექტების ჩამონათვალი, რომლებიც ექვემდებარებიან სერტიფიცირებას. აგრეთვე რედაქციული შესწორება. ძალიან კარგი. პუნქტი მე-5 განხორციელდა თუ არა ცვლილება? მე-5 პუნქტი დაკორექტირდა, რადგან იმეორებდა წინა პუნქტის შინაარსს. ასევე რედაქციული. კარგი. პუნქტი მე-6. მე-6 პუნქტი გასწორდა რედაქციულად. პუნქტი მე-7. იგივე გასწორდა რედაქციულად. პუნქტი მე-8. მე-8 პუნქტის A და B ქვეპუნქტებში დაზუსტა, რომ სამართალდარღვევის ოქმი არის ადმინისტრაციული, ასევე B ქვეპუნქტში გასწორდა ნუმერაცია, ასევე რედაქციულად. პუნქტი მე-9. პუნქტი მე-9 აგრეთვე გასწორდა რედაქციულად. და პუნქტი მე-10. პუნქტი მე-10 იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით გასწორდა გარდამავალ დებულებებთან დაკავშირებული ჩანაწერები და რედაქციულად. კარგი. კარგით, მუხლი მეორე განხორციელდა თუ არა ცვლილებები? ცვლილებები არ განხორციელებულა და ასევე აქვე დავამატებ, რომ კანონპროექტის მთლიან ტექსტში ტერმინის სერტიფიკაცია ჩანაცვლა ტერმინით სერტიფიცირება. ძალიან კარგი. კოლეგებო, გვაქვს თუ არა რაიმე შეკითხვები? გთხოვთ მეორე მოსმენით კენჭი უყაროთ აღნიშნულ კანონპროექტს. დიდი მადლობა. დღევანდელი კომიტეტის ხმა დასრულებულია. მადლობა.